მოგესალმებით, ჩემო კარგებო. დღევანდელ ჩანაწერში ვისაუბრებ ვსწავლობ თამაშის პროგრამის შესახებ, ასევე როგორ შეგვიძლია გამოვუყენოთ კონკრეტული პროგრამა კომპლექსური დავალების შესრულებისთვის და მოდით გავიაროთ თითოეული დეტალი. კომპლექსური დავალების პირობა არის, რომ მოსწავლემ უნდა შექმნას პოსტერი, მოიფიქროს პოსტერის მიხედვით საინტერესო ამბავი იმის შესახებ, თუ როგორ დაეხმარა დაჩი ბეღურას ზამთრის გასაჭირის დროს. შეგვიძლია ჩვენი კომპლექსური დავალება რამდენიმე ეტაპად დავყოთ. პირველი ის, რომ მოსწავლეს უნდა დავეხმაროთ გააზრებაში, თუ რა არის პოსტერი, რისთვის გამოიყენება პოსტერი, რა დანიშნულება აქვს მას, როგორ შეგვიძლია რომ შევქმნათ, მანამდე თუ მატერიალურ პოსტერზე გვექნება ნამუშევარი, რა თქმა უნდა, ეს ძალიან კარგი იქნება. მეორე ეტაპი არის, რომ ამბავი, რომელსაც მოიფიქრებს პოსტერის მიხედვით, უნდა იყოს საინტერესო, მრავლის მომცემი, დამაინტერესებელი მსმენელებისთვის. მან უნდა იცოდეს, რომ ამ ნამუშევარს იგი წარადგენს კლასის წინაშე და შესაბამისად, რა თქმა უნდა, თუ საინტერესო არ იქნება, შესაძლოა, რომ ვერ დაიმსახუროს მსმენელთა ვერც მოწონება და ვერც ყურადღება. აქედან გამომდინარე, შემდეგი მნიშვნელოვანი ეტაპი არის ის, რომ მოქმედი პერსონაჟები არიან დაჩი და ბეღურა, რომ ეს აუცილებლად უნდა იყოს მის პოსტერში წარმოჩენილი, ამაშიც აუცილებლად კომპლექსური დავალების პირობის გააზრებაში უნდა მივცეთ კონკრეტული ეს ინსტრუქცია, რა თქმა უნდა, და ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ მოქმედება ხდება ზამთარში. მანამდე, რა თქმა უნდა, ეხა ეს კომპლექსური დავალებას თავის თავში მოიცავს იმას, რომ იგი არის სამი საგნის ინტეგრაციით მიღებული. აქ არის ქართულის, ასე ვთქვათ, ამბის შეთხზვა, პოსტერის ჩამოყალიბება, ამბის გადმოცემა ზეპირსიტყვიერად, ანუ რამდენიმე კომპონენტს მოიცავს ქართულის. ასევე იგი მოიცავს, რა თქმა უნდა, მოითხოვს კომპიუტერულ უნარჩვევებს, რაც თავისთავად ისტის საგანს უკავშირდება და ასევე არ შეგვიძლია არ აღვნიშნოთ ბუნების მეტყველების საგნის მნიშვნელობაც, იმიტომ რომ მე მოსწავლემ უნდა ვიცოდე, თუ რა მახასიათებლები აქვს ზამთარს, რა ხდება ზამთრის ამ პერიოდში, რას განიცდიან ფრინველები ამ დროს, ვთქვათ, როგორი ამინდებია და ასე შემდეგ. ეხლა, რა უნდა გავითვალისწინო პოსტერზე მუშაობის დროს, აუცილებელია, რომ მოსწავლემ გაითვალისწინოს, როგორი ამინდებია ზამთარში, იმიტომ რომ მას, ვთქვათ, ვსწავლობ თამაშის პროგრამაში, როდესაც გადავა სამუშაოდ, იქ დახვდება მრავალფეროვანი გარემო და იმ გარემოდან უნდა შეარჩიოს, რა თქმა უნდა, ზამთრის ეპიზოდისთვის დამახასიათებელი გარემო. ასევე სად ხდება მოქმედება, უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, მისი მოქმედება ქალაქში ხდება თუ სოფლად ხდება, ასევე რა თქმა უნდა, მას წინასწარ შესწავლილი უნდა ჰქონდეს, თუ დავუშვათ ქალაქში ხდება მოქმედება, როგორი ტიპის ჩიტები ბინადრობენ, შეიძლება კონკრეტულად ბეღურა არ ბინადრობდეს და არ იყოს, ვთქვათ, ვსწავლობ თამაშის პროგრამის ჩამონათვალში, იქ ვნახავთ ჩვენ, როდესაც კონკრეტულად ამ პროგრამაზე გადავალთ და ანუ ქალაქში ხდება თუ სოფლად ხდება მოქმედება, ეს უნდა განასხვაოს, მოკლედ, ქალაქისა და სოფლის ფრინველები ერთმანეთისაგან, ანუ უმეტესწილად სად რომელი ფრინველია გავრცელებული. ბეღურას ზამთარში რა გასაჭირი შეიძლება ჰქონდეს, ვთქვათ, შეიძლება არ ჰქონდეს საჭმელი, შეიძლება არ ჰქონდეს თავშესაფარი და ასე შემდეგ. ახლა მოსწავლეთა ასაკს თუ გავითვალისწინებთ, რა თქმა უნდა, შესაძლოა, რომ მოსწავლეებმა დაასახელონ საგაკვეთილო მსვლელობისას კონკრეტული კომპლექსური დავალების მოსამზადებელ წინამდებარე ეპიზოდებში, რომ თქვათ, შეიძლება სცივა და ტანსაცმელი სჭირდება და ასე შემდეგ, ამიტომ ჩვენ უნდა ავუხსნათ მას, რომ ბეღურას ზამთარში ტანსაცმელი არ სჭირდება, რეალურ ცხოვრებაში იგი ტანსაცმელს არ იცვამს, შესაბამისად, რა თქმა უნდა, თბილი ტანსაცმელი დაგვჭირდება, როდესაც ჩვენ გადავალთ უკვე, ვთქვათ, პერსონაჟ დაჩიზე და შეიძლება დამატებითი პერსონაჟიც კი შემოვიყვანოთ იქ. როგორი ტიპის დახმარება სჭირდება ბეღურას, ამაზე, ანუ
როგორ უნდა დავეხმარო? რა იქნება ჩემი დახმარება? თქვა შემიძლია შევთავაზო შაქარი, მურაბა ან რაიმე მისი კვებისთვის უჩვეულო რაციონი? შესაბამისად ეს რა თქმა უნდა წინამდებარე მოსამზადებელ ეპიზოდებში ხდება უკვე რას მიირთმევენ ჩიტები, ვთქვათ როგორი საარსებო გარემო სჭირდებათ მათ და ასე შემდეგ. ანუ ეს ყველაფერი წინასწარ უნდა ვიცოდე და კომპლექსური დავალება რა თქმა უნდა თავის თავში სწორედ ამ უნარჩვევებს მოითხოვს, რომ მოსწავლე მრავალ დეტალზე ფიქრობს ერთდროულად და იყენებს თავის ცოდნას კომპლექსური დავალების შესრულებისთვის. მოდით დავუბრუნდეთ ვსწავლობ თამაშის პროგრამას, რომელშიც შეგვიძლია ჩავტვირთოთ. შევდივართ გარემოში, აქ ჩვენ ვთქვით, რომ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება ქალაქში ხდება თუ სოფელში ხდება მოქმედება. შეგვიძლია მოვძებნოთ ქალაქისა და სოფლისთვის დამახასიათებელი გარემო და ასევე მოვძებნოთ ისეთი გარემოც, რომელიც ზამთრის ეპიზოდს შეესაბამება, იმიტომ რომ ისე და ისევ კომპლექსური დავალების პირობიდან გამოვდივართ და იქ მოთხოვნაში, ასე შეგვიძლია ვთქვათ, მოთხოვნაში გვაქვს ვთქვათ ზამთრისთვის დამახასიათებელი გარემო. ნუ ამ შემთხვევაში მე ავარჩიე ქალაქისთვის დამახასიათებელი გარემო, ყურადღებას ვამახვილებ კორპუსებზე და ასე შემდგომ ქალაქის მახასიათებლებზე და აქ უკვე შემომაქვს გამოსახულებებიდან პერსონაჟები. ამ შემთხვევაში შეიძლება შემოვიყვანოთ როგორც პერსონაჟი ვთქვათ დაჩი, ნუ მე ასეთი პერსონაჟი მინდა. ასევე დამჭირდება გამოსახულებებში აუცილებლად მცენარეები. მცენარეებიდან შეგვიძლია შემოვიტანოთ გაუფერადებელი ტიპის ასე ვთქვათ ჩანართი, ავარჩიოთ ჩამონათვალი და ნუ ყოველ შემთხვევაში ნაძვი, იმიტომ რომ ბავშვებისთვის კარგად ნაცნობი ხე არის და დიდი ალბათობით მას აირჩევენ, თუმცა რა თქმა უნდა სხვა ხეც შეგვიძლია ავარჩიოთ, სხვა ტიპის ხეც შეგვიძლია ავარჩიოთ. მე ხა აქ ვეძებ სპეციალურად ნაძვს, იმიტომ რომ რატომღაც ასეთი გადაწყვეტილება მივიღე, განვათავსებ სხვა, ასე ვთქვათ, სხვა ადგილას, რომ არ მოეფაროს ჩემს მიერ არჩეულ პერსონაჟს, ასევე მოსწავლებს ვასწავლით ამ ინსტრუმენტების დაფის გამოყენებას, რომ როგორ შეგვიძლია რომ მოვიმარჯვოთ ჭიქა, შემდგომ ჭიქით შემიძლია გავაფერადოთ ცალკეული დეტალები კონკრეტული ხისთვის, მაგალითად ხის ზრო, ასევე შემიძლია გავაფერადო მისი აი ეს ნაწილი და გამომივიდა ფაქტობრივად, ანუ დათოვლილი ნაძვი. ანუ აქ უკვე კარგად ჩანს ის მოთხოვნა, რაც კომპლექსურ დავალებაში იყო შემოთავაზებული. დავაბრუნოთ კონკრეტული ინსტრუმენტი, დავდოთ და ავიღოთ ჩვეულებრივი მანიშნებელი. ვერ დავდე რატომღაც. ჩვეულებრივი ის არის ეგრეთ წოდებული და დავუბრუნდე ისევ გამოსახულებებს. გამოსახულებებიდან ასევე მე დამჭირდება ვთქვათ ნივთები, რითიც შემიძლია რომ მიიტანოს ვთქვათ საჭმელი ბეღურასთან. აი ასეთი ტიპის ჯამი შემიძლია დავაჭერინო ხელში, ასევე თვითონ შესაძლებელია რომ კონკრეტული პერსონაჟი მოვაბრუნო ხისკენ. ასევე დამჭირდება აუცილებელ მოთხოვნაში, რადგან იყო ცხოველებიდან რომელიმე ჩიტი, რომელიც ვთქვათ ძალიან წააგავს ბეღურას. ამ შემთხვევაში გაფერადებულს ავიღებ. და მოდი ერთად დავათვალიეროთ, აქ ცოტათი თქვათ ბეღურა ასეთი ტიპის ჩიტი არ არის, თუმცა შეიძლება მტრედიც აირჩიონ ბავშვებმა, იქიდან გამომდინარე, რომ მათთვის კარგად ნაცნობი ფრინველია, ასევე შეგვიძლია დავაპატარაოთ ან დავატრიალოთ ეს კონკრეტული პერსონაჟი.
აი ასე. კონკრეტულად აი აქ თასში შეგვიძლია შევთავაზოთ მოსწავლეებს თქვათ სხვადასხვა ტიპის საკვები, ანუ კვების რაციონს, რა თქმა უნდა, ითვალისწინებს, თქვათ კოღო, თქვათ კიდევ ჩამონათვალში მობძებნოთ რა შეიძლება იყოს, ბუზი და ასე ვთქვათ, ლანგრით თასით მიართვას ჩიტს დავაპატარავთ და შევთავაზოთ, რომ შეუძლია ამ წერებიდან კიდევ სხვა რამეც აირჩიოს და აი ასე თვალსაჩინოდ დავდოთ. რა თქმა უნდა, ეხლა აქ თუ რაიმე შეეშალა მოსწავლეს, მაგალითად გამოიყვანა პერსონაჟი ცხენი, დავაწყაპუნებთ ამ ცხენის პერსონაჟზე, შევდივართ აი აქ და ნაგვის ურნაზე დაწყაპებით შეგვიძლია წავშალოთ კონკრეტული მოკლედ ობიექტი. ახლა თუ всё და ჩემთვის უკვე დამაკმაყოფილებელია ეს მოცემულობა, მე მრჩება შემდეგი რაღაც. შეგვიძლია ასევე დავადო ხმებიც, ხო? მაგალითად არის აქ ადამიანის საქმიანობის ხმები, ქალაქისთვის დამახასიათებელი ხმები და შევარჩიო. მოდით მოვძებნოთ ქალაქისთვის დამახასიათებელი ხმები და მოვუსმინოთ. ერთ-ერთ ხმას ავიღებთ და დავდებთ რომელიმე ადგილას. მაგალითად იყოს და დროებით აი ამ ღილაკზე დაწყაპუნებით, დროებით გავაჩერებთ. თუმცა, როდესაც მოსწავლე პრეზენტაციას გააკეთებს, იქ რა თქმა უნდა დასჭირდება ხმის ჩართვა და ამისათვის იგი დააჭერს აი ამ ღილაკს. ასევე ხმებიდან შემიძლია ავარჩიო, რა თქმა უნდა, ტრანსპორტის ხმა, ცხოველების ხმა და ცხოველების ხმაში მექნება ფრინველების ხმაც. დავამატე ეს ხმაც, ამიტომ დროებით ჩავაჩუმე, მოკლედ რაღაც აი ეს მოკლე მოცემულობა დამრჩა. შეგვიძლია რომ კომპლექსური დავალება, რა თქმა უნდა, აუცილებლად კლასში სრულდება, იმიტომ რომ აქ ძალიან კარგად ჩანს მოსწავლის უნარები, საჭიროებები, რა გაიგო, რაში სჭირდება მას დახმარება, რომ შემდგომში შევთავაზო ისეთი ტიპის აქტივობები, რომელიც მას დაეხმარება კონკრეტული პრობლემის მოგვარებაში და ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ძირითადი და დიდი ნაწილი, რა თქმა უნდა, თუ 100% კომპლექსური დავალების 100%-ს აქ კლასშივე გააკეთებს, ეს არის ყველაზე კარგი, მაგრამ შეგვიძლია რომ ვთქვათ, მივცეთ უფლება, რომ სახლში დაამატოს შემდგომ რაიმე აი ამ უკვე შექმნილ ნამუშევარს. ამისათვის მოსწავლეს ვასწავლით, რომ აქ გამოსვლის ღილაკზე დაწყაპებით დააჭერს გამოსვლის ღილაკს, შემდგომ მარცხენა ღილაკს აირჩევს და გამოსვლამდე ნამუშევრის შენახვა. თუ მე ამას დავაწვევი ნამუშევრის შენახვა, მე ეს ნამუშევარი შევენახება და მე შევძლებ მასში კორექტირების შეტანას. მაგრამ თუ მე არას მივცემ, ამ შემთხვევაში დესკტოპზე სურათის სახით შეიძლება შეინახოს. რა თქმა უნდა, სურათზე უკვე ვეღარ შეიტანს ცვლილებას. ეხლა იქიდან გამომდინარე, რომ ჩემი მიზანია მოსწავლემ კლასში გაასიტყვოს, გააკეთოს ასევე თავისი კომპლექსური დავალების პრეზენტაცია, ამისათვის მე მას ვასწავლი, რომ შეინახოს სამუშაო ვერსიით და მოკლედ გამოვიდეს კონკრეტული პროგრამიდან. ახლა ვნახოთ ისევ ამ პროგრამაში შესვლის შემდგომ, როგორ შეუძლია მოძებნოს მას თავისი ნამუშევარი და როგორ შეუძლია შეიტანოს კორექტირება მასში. ანუ სად უნდა შევიდეს, რომ კორექტირება შეიტანოს. ხელახლა ვთავთ ვსწავლობ თამაშის პროგრამას, ველოდებით, რა თქმა უნდა.
ველოდებით და გაიხსნა ჩვენი პროგრამაც. ეხლა ვასწავლოთ მოსწავლეს, როგორ მოძებნოს თავისი ნამუშევარი და როგორ შეიტანოს მასში კორექტირება. ამისათვის დაგვჭირდება მხოლოდ და მხოლოდ ამ ღილაკის ჩვენება, დავაწყაპუნებთ მასზე და აქ ჩანს უკვე ჩემს მიერ შესრულებული ნამუშევრები. ამ შემთხვევაში ერთი ნამუშევარი, სხვა შემთხვევაში შეიძლება აქ რა თქმა უნდა რამდენიმე ნამუშევარი იქნება დატანილი. აქ ყურადღება მივაქციოთ, რომ მოსწავლის კატეგორიაზეა დაწყაპებული. ამ სამი ღილაკიდან, რომელიც ნამუშევარზეა მოცემული არის წაშლა, გადიდება და კორექტირების შეტანა. აი კორექტირების შეტანისთვის ვაწვევით ფანქრის ლოგოს და იტვირთება ჩვენი ნამუშევარი. ეს არის უკვე ჩემი სამუშაო ვერსია, რომელშიც შემიძლია რომ ან მომდევნო გაკვეთილზე, სხვა გაკვეთილზე განვაგრძო მუშაობა, ან შეიძლება სახში დავამატო რაიმე ჩემს ნამუშევარს. შემდგომ ამისა, დეტალურად უნდა შევისწავლო ჩემი ნამუშევარი, იმიტომ რომ მე მეორე მნიშვნელოვანი საქმე მაქვს, როგორც მოსწავლეს, ეს არის ამბის შეთხსვა და გადმოცემა. ანუ ეს გადმოცემის და პრეზენტირების უნარი არის ძალიან მნიშვნელოვანი. რას უნდა მივაქციო ყურადღება? ყურადღება უნდა მივაქციო იმას, რომ არ გამომჩეს თითოეული დეტალი, რომელიც ამ კონკრეტულ ნამუშევარში დავიტანე, ასევე უნდა ვისაუბრო ხმამაღლა, უნდა ვისაუბრო საინტერესოდ და მივაქციო თითოეული დეტალის როგორც მნიშვნელობას ყურადღება, ასევე მის დანიშნულებას, რატომ გამოვიტანე, რა იყო ჩემი მიზანი, რისი ჩვენება მინდოდა ჩემი მსმენელებისთვის. ამბავი შეიძლება ასე დაიწყოს. დაჩი ქალაქში სასეირნოდ იყო გამოსული. მან შემთხვევით სეირნობისას შენიშნა მოწყენილი ბეღურა, რომელიც ნაძვის ხეზე შემოსკუპებულიყო და არც კი გალობდა. ამის შემდეგ დაჩიმ გადაწყვიტა. სახლში მისულიყო და მშობლებისთვის ეკითხა, თუ რატომ იყო ბეღურა მოწყენილი. მშობლებისგან მან მიიღო ინფორმაცია, რომ ზამთარში ზოგიერთი ჩიტი თბილი ქვეყნებისკენ არ მიფრინავს და იგი ქალაქში ან სოფლად რჩება. აქედან გამომდინარე, მან გადაწყვიტა, რომ ზამთრის ცივი დღეებისთვის გადაწყვიტა ზამთრის ცივი დღეები შეემსუბუქებინა ბეღურასთვის და მოიფიქრა ასეთი რამ. მან დედას თხოვა ბუზების, კოღუების, თქვათ, შეიძლება იქ გამოსახულებაში მატლის გამოსახულებაც არის, მატლების მოგროვება და გადაწყვიტა, რომ ბეღურასთვის ლანგრით მიერთმია, თასით მიერთმია. აქ შეგვიძლია ჩაურთოთ, რა თქმა უნდა, ხმებიც. ბეღურამ მადლობის ნიშნად გალობა დაიწყო. რაღაც აი ასეთი შეიძლება იყოს და რა თქმა უნდა უკვე დანარჩენი არის მოსწავლის ფანტაზიაზე დამოკიდებული, მოსწავლის მოხერხებულებაზე დამოკიდებული და მოსწავლის უნარებზე და იმ უნარების გამომჟღავნებაზე, რომელიც ამ სამი საგნის ინტეგრაციით მიიღო. გისურვებთ წარმატებებს.